მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ესეთი საინტერესო გაშლა, რადგანაც უკვე სასიყვარულო თემატიკაზე უკვე გავშალეთ, დღეს იქნება ესეთი გაშლა, რა იყო, რა არის და რა იქნება თქვენს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ, რომ ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა, უფრო დეტალური, კონკრეტული ინფორმაციისთვის, რა თქმა უნდა, გირჩევთ, რომ ინდივიდუალურად გაშალოთ ტარო თქვენს სიტუაციაზე და ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომმართოთ, ჩემი კონტაქტები არის ამ ვიდეოს ქვემოთ. არა მარტო ტაროსთან დაკავშირებით, ასევე ვისაც აქვს სურვილი, რომ უფრო კარგად გაიგოს თუ რა მისია აკისრია, რა კარმა აქვს, თუ არის პრობლემები სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რა ბლოკები აქვს. როგორ მოიხსნას ეს ყველაფერი, ხო? და არა მხოლოდ ეს ინფორმაცია, ასევე ბლოკები ფინანსურ სფეროში, ნიჭი, როგორ განბლოკოთ თქვენი, ეს ყველაფერი არის ჩვენს ბედის მატრიცაში, ხო? ასე რომ, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს, ასევე შეგიძლიათ მომმართოთ თქვენი ინდივიდუალური ბედის მატრიცის შესაკვეთად და თავის ახსნა განმარტებიანად მიიღებთ ამ ყველა ინფორმაციას. ასე რომ, გელოდებით, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო რაღაც გელოდებათ. თან დღეს ჩავწერე ახალი მედიტაცია ჩემი გამომწერებისთვის. ჯერ არ ამიტვირთავს და მე უნდა გავაკეთო ეგ ტექნიკური საკითხები, ფიქრობ მალევე აიტვირთება და რაღაც არ გართულდება, იმიტომ რომ ხშირად ხო ტექნიკური ხარვეზებია და რთულია. კარგი, ესე დავუბრუნდეთ ჩვენ გაშლას, გვექნება სამი პოზიცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ისე აერჩიეთ. შეგიძლიათ ციფრი აერჩიოთ, ხო? 1, 2, 3 მაგალითად. ამ სამ ციფრიდან შეგიძლიათ გვაირჩიოთ, ვის როგორ ურჩევნია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია დააპაუზოს ვიდეო და შემდეგ შემოგვერდეს. ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით. აბა ვნახოთ. ვნახავთ ენერგეტიკულად, ხო? ენერგიებით. ჯერ რა იყო პირველი პოზიციის ცხოვრებაში, რა არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში და რა სავარაუდოდ იქნება პირველი პოზიციის ცხოვრებაში. ვაი. ეს ცოტა გრძელი კარტებია და რთულია ხო? განეწება ერთმანეთს. რა იყო პირველი პოზიციის ცხოვრებაში? რა არის ახლა პირველი პოზიციის ცხოვრებაში და რა იქნება? ნახოთ ერთი წუთი შუქს ჩავაქრობ ამ განათებას. მგონი ასე ჯობია, ხო? განათების გარშე არ არის ახლა საჭირო. კარგი. რა კიდევ ვთქვი მაინც. შუქმა შემიპყრო. კარგი იყოს ყვითელი. ოკეი, რა იყო? ინტუიცია. იყო ინტუიცია. აქ მე ვიტყოდი იმას, რომ შესაძლოა პირველი პოზიციის ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც მას ან მომენტები, როდესაც მისი ინტუიცია ძალიან გაძლიერებული იყო. ვიღაცამ შესაძლოა მოусმინა ინტუიციას, ვიღაცამ შესაძლოა არ მოусმინა თავის ინტუიციას და ამაზე ინანა, ხო? აქ უფრო მეტად ესეთი მომენტი იყო. ასევე ვიტყოდი, აქ იყო პირველი პოზიციის ცხოვრებაში იყო მომენტები სულიერი განვითარების, ხო? ესეთი გარდამტეხი მომენტები, რაც მის სულიერ მხარეს ეხებოდა, მის ინტუიციას ეხებოდა, მის შესაძლებლობებს, ხო? ამ ეზოთერიულ შესაძლებლობებს ან მაგიურ შესაძლებლობებსაც კი ეხებოდა. იყო აი რაღაც ასეთი სიტუაციები, რამაც გაგეღვივათ ეს, რაც პირიქით დაგეხმარებოდათ, რომ ეს ინტუიცია გახსნათ, გააღრმავოთ, უფრო ღრმა კონტაქტი იქონიოთ საკუთარ შინაგან ხმასთან, ხო? აი, იყო მსგავსი სიტუაციები. რა თქმა უნდა, მსგავსი მოვლენები არასოდეს არ არის მარტივი და ხშირად დაკავშირებულია ძალიან ისეთ მასშტაბურ ტრანსფორმაციებთან, რაც მიდის ჩვენში და ჩვენს ირგვლივ და ეს ხშირად არის მტკივნეული.
ნახოთ კიდევ. რა იყო. ახლა მე მინდა აქ რომ უფრო მეტად დავაზუსტო. აქ იყო მზე თავის პოზიტიური ასპექტებით, თუ იყო პირიქით გადატრიალებული, ანუ თუ არა. აქ არ იყო მზე, როგორც ასეთი პოზიტიურ კუთხით, აქ იყო გადატრიალებული მზე, ხო? აი თავისი ინტუიცია. აქ იყო, რაც თქვი, ხო? წარე მომენტები. ტკივნეული მომენტებში შესაძლოა პირველ პოზიციას გამოევლო ისეთი ეტაპები მისი ცხოვრების, ან ისეთი ეტაპი, სადაც თითქოს და არ იყო მზე, ქონდა პირველ პოზიციას იმედი, რომ აი ახლა დასრულდება, ახლა გამოანათებს, ახლა უკეთესი იქნება, მაგრამ არ და არ იყო, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ თქვენ განვითარება გქონოდათ, თქვენ გაგღრმავებოდათ თქვენი სულიერი შესაძლებლობები და სულიერად უფრო განვითარებულიყავით, დაკავშირებულიყავით ზებუნებრივ ზეციურ ძალებთან, ღმერთთან, ხო? აი ეს ამ ყველაფრისთვის ხდებოდა ეს ყველა სირთულე. შესაძლოა ვიღაცას ასევე ეს პრაქტიკულ დონეზე რომ გადმოვიტანოთ, ქონდა რაღაც გარკვეული პრობლემები ოჯახთან, ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან. აი საკუთარი ეგო, თვითშეფასება, საკუთარი თავის სიყვარული, ეს ყველაფერი ასევე არის აქ, ხო? არც ისე მარტივი. მოდი ასე ვთქვათ, არც ისე მარტივი პერიოდი გამოიარა აქ პირველმა პოზიციამ, მაგრამ ეს უკვე წარსულშია, ასე რომ ვნახოთ ახლა რა არის, ხო? ახლა არის იზოლაცია. ახლა აი ამ მომენტმა ხო ჩაიარა რაღაც ამ გარდამტეხმა სულიერმა მომენტმა და ახლა არის აი როგორ თქვა, აი რაღაც რომ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, ხო? მაგალითად აი ოპერაცია რო ჩაგვიტარდება და შემდეგ რომ მოდის ისეთი ფაზა, ისეთი პერიოდი აღდგენის ფაზა, სადაც ჩვენ ვართ საკუთარ თავთან, არა ვართ დიდად სოციალურები, ვართ ან ძალიან ახლო ადამიანებთან ერთად, ან რაღაც ჩვენ თვითონ გვინდა რომ ვიყოთ მარტო, განვმარტოვდეთ საკუთარ თავთან, გადავხარშოთ ის ყველაფერი, რაც მოხდა, გამოვიტანოთ შედეგები და დავხუროთ რაღაც მომენტები, გამოვიხუროთ რაღაც კარებები მომენტში, ხო? უფრო იზოლაცია, ისეთი იზოლაცია, რაც გვეხმარება რაღაც საკითხების გადაფასებაში. ისევ რა თქმა უნდა, ბუნებრივი სულიერი მომენტი. საერთოდ ჩვენი სულიერი ზრდა არასდროს არ წყდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბუნებრივია, სულ გავდივართ სხვადასხვა ეტაპებს. ასე რომ ახლა არის უფრო მეტად იზოლაცია. ვნახოთ კიდევ ერთ. იზოლაცია. აქ არის უფრო მეტად საკუთარ თავის გაცნობა, შეცნობა, შეყვარება და ასე შემდეგ, თუ პირიქით რაღაც სოციუმში გასვლები და ამბები. არა, ვერ ვიტყვი რომ აქ რაღაც ძალიან სუპერ-პუპერ სოციალურია პირველი პოზიცია და ახლა ეს არის. არამედ რაღაც გარკვეული time out-ის აღება, რაღაცების გადაფასება, გადახარისხება, დალაგება, თითქოს და საკუთარ თავზე უფრო მეტი მოსმენა, საკუთარ ემოციებზე უფრო მეტი მოსმენა, ხო? ანუ აი აქ რაც იყო ეს დასრულდა ეს ფაზა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც გარკვეული გაგრძელება არის აქ ამისი, ანუ რაღაცნაირად ეს გარდაიქმნა იმაში, რომ პირველი პოზიცია უფრო მეტად უთმობს დროს საკუთარ შინაგან სამყაროს. უფრო მეტად იზოლირდება ამ რაღაც მომენტში გარემო მატერიალური სამყარო ჩვენ ასე რომ ვთქვათ როგორ თქვა აი გვართმევს ჩვენს ყურადღებას, ხო? გვაცთენს, ასე რომ ვთქვათ, გვაცთენს იმ რეალური საკითხებიდან, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რასაც უნდა ვიმუშაოთ, ხო? ეს მატერიალური რაღაც პრაქტიკული რუტინული საკითხები გვართმევს დროს, რომ რეალურად დავუთმოთ დრო იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია და აქ პირველ პოზიციას ზუსტად ეგ არის, რომ არ აძლევს პირველი პოზიცია ამ ყველაფერს საშუალებას, რადგანაც იზოლაციაშია და საკუთარ თავზე უფრო მეტად ფიქრობს, საკუთარ ინტუიციასთან არის. თუმცა აქვე შემიძლია გავუწიო პირველ პოზიციას რეკომენდაცია, რომ არ ჩარჩეთ ამაში, ხო? იქნებით ისე, რომ მხოლოდ მე მარტო ეულად ვარ ერთი წერტილი ამ სივრცეში და სხვა არავინ და არაფერი არ არის. ამ პოზიციასაც დაიკავებთ, მიმოიხედეთ და იცოდეთ, რომ თქვენ არ ახართ მარტო. და ძალიან ხანგრძლივად გაგეწელებათ, გაგიგრძელდებათ და გაგეწელებათ ეს იზოლაცია, ხო? კარგი, რა უნდა გაითვალისწინოს აი ახლა რაც არის პირველი პოზიციის ცხოვრებაში ამასთან დაკავშირებით, რა გაითვალისწინოს?
ის რომ იკონტაქტეთ, იყავით სოციუმში ასევე, ხო? არიან ადამიანები, ვისთანაც შეგიძლიათ რაღაცეების გაზიარება, ინფორმაციის მიღება. არიან ადამიანები, ვინც ხარს დაგიჭერენ აი ამ მოვლენებში, ასე რომ მიეცით მას საშუალება, რომ იყვნენ თქვენს გვერდით. რა თქმა უნდა, იმ დოზამდე და იმ დონემდე, სადამდეც თქვენთვის ეს მისაღებია. მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქვენ არ ახართ მარტო, ხო? ნუ ჩარჩებით ამ მე მარტო ეული ერთი და ნუ გაგიგრძელდებათ, ხო? ეს ისოლაცია. იკონტაქტეთ დოზირებულად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არიან თქვენს ირგვლივ ადამიანები, ვისთანაც მართლა სურს თქვენთან ხარისხიანი კომუნიკაცია და მათ შეუძლიათ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ამ პერიოდში. კარგი, გავიგეთ, გადავიდეთ. რა იქნება? ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ნახეთ. ინტუიცია, ხო, ეს ვთქვით, სულიერი განვითარება. შემდეგ იზოლაცია და surrender. ერთი წერტილი გარდაიქმნა რამოდენიმე წერტილად, ხო? აქ უკვე მინდა ვთქვა, რომ თქვენ აქ გაქვთ დიდი ალბათობა, რომ რაღაც ააწყოთ, ხო? შესაძლოა იყოს ახლო ადამიანების, როგორ თქვა, აი, სანდო ადამიანების წრის გაფართოვება. ხო, თქვენი ირგვლივ მდგომები, ირგვლივ ადამიანები, ამის უფრო მეტად გაფართოვება, უფრო მეტი ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობით, ვისაც დაეყრდნობით, ხო? თქვენი გარე მოცვის შეცვლა და უფრო მეტად დასტაბილურება. ნახოთ კიდევ. აქ არის პოზიტიური, აქ არის პოზიტიურიც და რა თქმა უნდა, ისეთი დიდად არაპოზიტიურიც. რა არის აქ? ესე იგი, აქ არის გარემოცვა, გარემო, რაც უკვე ახსენით, მაგრამ შეხედეთ, აქ არის შემდეგი. აქ დიდი ალბათობა იმისა, რომ რაღაც კიდე გაკვეთილები ამ გარემოსთან და ადამიანებთან ურთიერთობებთან კიდევ განმეორდეს რაღაც გაკვეთილი. ნუ განმეორდეს რა, იყოს გაკვეთილი ახალი, რაც გასწავლით, ვის ენდოთ, ვის არ ენდოთ, ხო? ეს. პლუს, ასევე, რაც ვახსენე, რომ უფრო მეტი ახლო ადამიანები აქვე დაინახავთ, ვინ რეალურად ღირს ნდობას. ვის ენდოთ, ვის არ ენდოთ, ხო? ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, დიდად ისეთი ჰარალო გაკვეთილი. ნუ არც ერთი გაკვეთილი არ არის ასეთი, მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ აი რაღაცა ლაითად, ხო? იქნება მომენტები, სადაც მომენტში შესაძლოა იყოს სევდა, გეწყინოთ, გული გადკინოთ ვინმემ, ხო? მაგრამ რა გაითვალისწინოს აქ მესამე პოზიციამ მეთქი. პირველ პოზიციამ, რომ აი ამ სამიანი ხმლებიდან რაღაც დაიზღვიოს თავი, ხო? თუ არის ამის. უფრო ყურადღებად იყავით, ვის ეკონტაქტებით. ყურადღებით აარჩიეთ ადამიანები, ვის ეკონტაქტოთ. თქვენი წრე ყურადღებით აარჩიეთ. ანუ აქ არის შესაძლებლობა, ხო, რომ სამიანი ხმლებს, ასე ვთქვათ, აუაროს. კი, აქ კარგი ამბავი, პირველ პოზიციას აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ აი იმედების გაცვლებას და გულის ტკენას ადამიანებიდან ამას აუაროს გვერდი. არის ამის შესაძლებლობა და ამას აუვლით გვერდს, თუ რა თქმა უნდა გაითვალისწინებთ იმას, რომ ყურადღებით აარჩიეთ, ვის რას უყვებით, ვინ არის თქვენს ირგვლივ. ეს რჩევა არ გულისხმობს იმას, რომ არავის არაფერი არ უთხრათ, არავის არ ენდოთ, არა. უნდა ენდოთ, რა თქმა უნდა, მას შესაძლოა რაღაც ტოტალურ უნდობლობაში გადაგეზარდოთ და არც ეს არ არის კარგი. ენდეთ ადამიანებს, მაგრამ ყურადღებით იყავით ვის, ხო? ვის? გადაამოწმეთ ინფორმაცია ადამიანებთან. ნუ იგრძენით ვისკენ მიგიწვდით გული, ხო? ვისკენ თქვენი ინტუიცია გიგრძნობთ, აი თქვენ უკვე გადახვედით იმ ეტაპზე, რომ თქვენი ინტუიცია უნდა იყოს აქტივიზირებული, რომ მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, რომ არ მოტყუდეთ ადამიანებში. ინფორმაციის გაცვლა გამოსვლასთან დაკავშირებით ასევე იყავით ფრთხილად, ხო? არ არის საჭირო ვიღაცებზე რაღაცეების ზურგის უკან თქმა და ასე შემდეგ. ეცადეთ დიპლომატიურები იყოთ, გაარკვიეთ, რაც მაგალითად არ მოგწონთ, არ გაკმაყოფილებთ ადამიანებთან ურთიერთობაში ან ადამიანთან. თქვით ეს და აფიქსირეთ თქვენი აზრი, რა თქმა უნდა, ჯანს აღართ, კონსტრუქციული კრიტიკის მეშვეობით და არა დესტრუქციული კრიტიკის მეშვეობით და საერთოდ დესტრუქციული საუბრებით და ქცევით. ხო, აი ეს რჩევები და იყავით ობიექტურები, ხო?
ნუ გადახვალთ ეგრევე ლანძღვაზე, ბრაზზე, აი შენ მე სამაგეროს გადაგიხდით რაღაც ასეთები არ გინდათ. ესე იგი, გადახვალთ ამ ეტაპის მერე გადადიხართ იმ ეტაპზე თქვენს ირგვლივ მყოფებზე, თქვენს ირგვლივ მდგომებზე, ხო? თქვენ და სოციუმი, ასე რომ ვთქვათ. თქვენ და სოციუმი იქნება თემა აქ. ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოხვიდეთ ამ ეტაპიდან და მინიმალური დანაკარგებით გამოხვალთ მაშინ, როდესაც ობიექტურად შეხედავთ იმ რეალობას, ვინ ყავთ გვერდით, ვის ენდოთ, ვის არა, ვინ არის ღირსი, რომ რაღაც თქვენი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიაროთ, ვინ არ არის ამის ღირსი. არ არის საჭირო ვინმეზე ჭორაობები და ზურგს უკან რაღაც ქმედებები და სამაგეროს გადახდები, ხო? ეს პირიქით მიგიყვანთ არც ისე სასიამოვნო შედეგამდე, ასე რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ და თუ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გაითვალისწინებთ და იმუშავებთ ამ მოცემულობაზე, აუვლით გვერდს დანაკარგებს. და გულის ტკენის გარეშეც გამოხვალთ აი ამ ეტაპიდან. ასე რომ ასეთი ეტაპები არის აქ, რაც საჭიროა, რომ გაიაროს პირველი პოზიცია და რჩევა, ნახოთ ჩვენ პირველი პოზიციისთვის, ხო, რჩევა, აქ პირველი პოზიციისთვის რა დაეხმარება მას, რჩევა. It's safe for you to shine. შენთვის უსაფრთხოა რომ იბწყინეთ. იყავით ვარსკვლავები, ხო? იმ საქმეში, რაც მოგწონთ, შესაძლოა ეს იყოს რაღაც, არ ვიცი, კონკრეტული მიმართულება, ან რაღაც მასშტაბურად იყავით ვარსკვლავები, ხო? შესაძლოა სოციქსელებს მოიცავდეს, ვიღაცას ბლოგი აქვს, ვიღაცას რაღაცა აქვს, ხო? ესეც იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, მიყევით თქვენს ოცნებებს, იბწყინეთ. მაგრამ ამასთანავე არ დაკარგოთ ადეკვატურობა და იყავით ფხიზლად, ხო? ვინ არის თქვენს ირგვლივ, ვის რას უზიარებთ და ვის რას უყვებით, ხო? ასეთი რჩევა, ასეთი ამბები ზოგადად, ისეთი ძალიან ზოგადად პირველ პოზიციისთვის, თუ მოგეწონათ ეს თქვენი პოზიცია და ეს გაშლა, დალაიქეთ, დაკომენტარეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი ამ გაშლასთან დაკავშირებით და ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს ჩემთან ინდივიდუალურ ტაროს სესიაზე, გელოდებით. მადლობა პირველ პოზიციას. გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. მოვამზადებ ისევ დასტებს. ხო, ეს პრიზმა ორაკული აქამდე არასდროს არ გამომიყენებია, აი მსგავსად და ძალიან საინტერესოა. ძალიან მართლა ინფორმაციულია სინამდვილეში, ძალიან თან ეს ფერებიც ძალიან ესეთ ბევრ ასოციაციას იძლევა და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის პროცესს. Ой, გადმოვიყვანა magic. ეს შუქი ვფიქრობ, რომ საერთოდ არა საჭირო. არა იყოს. გავუჭედე ამ შუქს. კარგი. აბა, მივესალმები, ვინც ახლა შემოგვერთა მეორე პოზიციას და ვნახოთ, ხო, მეორე პოზიციის ცხოვრებაში რა იყო, რა არის და რა იქნება. ნახეთ პირველ პოზიციასთან რა არის სოციუმი, უფრო მეტად მომავალთან დაკავშირებით. ნახოთ ახლა მეორე პოზიციასთან რა იქნება. კარგი. ესე იგი, მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რა იყო? გაიარა მეორე პოზიცია. რა არის ახლა? და რა სავარაუდოდ იქნება. მე მინდა გამოვიყენო კიდე სხვა დასტაც აქ. ესეთი სურვილი მაქვს. მეგონი ეს უფრო კარგად. აშკარად აქვს საქმელი ამათ. ეს უფრო ჯდება თან ფერადობებში. რა იყო მეორე პოზიციის ცხოვრებაში? რა არის ახლა და რა იქნება? ნახოთ აბა, რა იყო? ემბუტანს. ნაყოფიერება. უფ. აქ ასეთი ლაქშერი იყო. აქ ასეთი ლაქშერი სიტუაციები ქონდა მეორე პოზიციას თუ პირიქით არ იყო ეს? ქონდა? მე ვფიქრობ, რომ არ იყო. რეალურად
აქ ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თითქოს მეორე პოზიციას ქონდა აქ რაღაც სტაბილურობა, კეთილდღეობა იქნება ეს ბიზნესი, ფული თუ პარტნიორი და ოჯახი, იყო აქ რაღაც ასეთი, მაგრამ ამავე დროულად ეს თითქოს და არ იყო. ანუ აქ ესეთი რაღაცაა, რომ იყო, მაგრამ ბუტოფორეულად იყო. ეს არ იყო რაღაცა სტაბილური და სანდო, აი ამას ვიტყვი აქ, ხო? ვიღაცისთვის ეს იყო ბიზნესი, რაღაც საქმიანობა, შესაძლოა კარიერას ეხებოდეს. ვიღაცასთან ურთიერთობა, ოჯახი, ყავდა მაგალითად მეუღლე, ან ყავდა სტაბილური პარტნიორი. ყავდა სტაბილური პარტნიორი, მაგრამ საქმეზე აღმოჩნდა, რომ თურმე ეს არ არის სტაბილური პარტნიორი და ეს ადამიანი არ არის ის, ვისთანაც უნდა ცხოვრების გაგრძელება, ან ის, ვინც მოუტანს მას რაღაც, არ ვიცი, კეთილდღეობას, სულიერს, მატერიალურს, განვითარებას, ხო? აი ასეთ სიტუაცია აქვს. აქ უკვე ინდივიდუალურად თქვენ მოარგეთ თქვენს გავლილ სიტუაციებს, ეს ზოგადად ჩამოვთვალე, მე რაც შეეხება, ხო, აქ დეტალებში დიდად არ ჩავალ. მაგრამ რო შევაჯამოთ, ესე იგი აქ უმეტესობას გააჩნდა რაღაც სტაბილურობა, თითქოს და რაღაც კეთილდღეობა, მაგრამ რეალურად ეს არ იყო. ხო, რეალურად ეს იყო ფსევდო ყველაფერი და აქ განიცადეთ ტკენა, იმედების გაცრუება ამ ყველაფერთან გამომდინარე. ეს იყო კონკრეტულად King of Pentacle პიროვნება თუ სიტუაცია? პიროვნება, სიტუაცია, რაც უკავშირდებოდა ისევ რაღაც თქვენ კეთილდღეობას, ხო? ეს შესაძლოა მაინც ყოფილიყო თქვენ და თქვენი ოჯახი, ან თქვენ და თქვენი ბიზნესი. ბუნებრივია ეს გეხებოდა თქვენ, იმიტომ რომ აქ არის თითქოს და შეიძლება აქ იყოს, რომ არა სტაბილურ სიტუაციებს, არა სტაბილურ, არა, როგორ თქვა, არა ამავსებელ სიტუაციებში ყოფნა, არა ამავსებელ ურთიერთობებში ყოფნა. მომენტში შესაძლოა ყოფილიყო რაღაც ტოქსიკური ურთიერთობებიც, რასაც რეალურად არ მოჰქონდა რაღაც კეთილდღეობა თქვენთვის, ავსება არ მოჰქონდა ამ ყველაფერს თქვენთვის, ხო? და პირიქით იმის მაგივრად რო აქ ყოფილიყო ამ ბედნიერების, როგორ თქვა, გავრცელება და განვითარება, იყო პირიქით გამოწურვა რესურსების, ხო, გადატვირთვა, არაავსება და არც ისე სტაბილურობა, არ იყო სტაბილური ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს არ მოქონდა კეთილდღეობა, ხო? გინდ მატერიალური, გინდ მენტალური. კარგი, რა არის ახლა? ფის, ახლა სიმშვიდეა. ახლა არის სიმშვიდე, ახლა მშვიდად თავის საქმეს აკეთებს აქ მეორე პოზიცია. ესე იგი, აქ ახლა არის ისეთი სიმშვიდე. Relax. კი ბატონო, აქ ახლა არის ავსება, ბედნიერება, სიმშვიდე, სხვათა შორის აქ ძალიან კაი ფაზაში არის ახლა მეორე პოზიცია. ესე იგი, გამოვედით ამ სიმძიმიდან და შევიყვარეთ საკუთარი თავი, ან ვმუშაობთ საკუთარი თავის შეყვარებაზე და ბედნიერად, პოზიტიურად გავაგრძელეთ ცხოვრება. ახალი ჰორიზონტებისკენ. ძალიან მომწონს, როგორც არის ახლა. აქ ახლანდელ სტადიასთან იქნება რამე რჩევა აქ მეორე პოზიციისთვის. გადადით ახალ სტადიაში. ახლა გადახვალთ რაღაც კიდევ ახალ სტადიაში, ახალ ეტაპზე გადახვალთ. შესაძლოა ვიღაც ადამიანები ან რაღაც სიტუაციები წავიდეს თქვენ ცხოვრებიდან, იმიტომ რომ რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე შესაძლოა მივიდეს რაღაც სიტუაციები და ამისი არ შეგეშინდეთ. ეს არის ახალი ეტაპის ნაწილი თქვენ ცხოვრებაში. ეს მნიშვნელოვანია, რომ გაიაროთ განახლება, აპდეიტი, ხო? ესეთ ტრანსფორმაცია, აპდეიტი რომ გაიაროთ. კარგი, რა იქნება სავარაუდოდ? Death. რა ხდება? ტრანსფორმაცია იქნება აქ. ძალიან საინტერესო, ნახეთ, death. ხო? არ გინდათ ახლა აქ ფიზიკურ სიკვდილზე ფიქრი. აქ არის ტრანსფორმაცია, მეგობრებო. აქ არის ტრანსფორმაცია. იქნება აქ იქნება ტრანსფორმაცია. ესე იგი, აქ იქნება ტრანსფორმაცია. ეხლა გადმომივარ და ჩავდე და ისევ კი, აქ იქნება ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია ურთიერთობებში თუ ზოგადად ცხოვრებაში ურთიერთობებში. შესაძლოა აქ იყოს სხვათა შორის ვისთვისაც აქტუალურია ბავშვის შეძენა ან რაღაცა ახლის დაწყება, ახალ ეტაპზე ურთიერთობის გადაყვანა, ხო? აი ეს ყველაფერი აქ არის. შეიძლება აქ იყოს მაგალითად, ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს აქ, რაღაც იდეები, რაც გქონდათ და გინდოდათ რომ მომხდარიყო, ახალი პროექტები, ოცნება, ეტაპი, ფორმატი, ყველაფერი ახალი. ესე იგი, ყველაფერი ახალი, კი. ბავშვი მაინც მე აქ ვგრძნობ, რომ რაღაც ბავშვის სიტუაცია აქ არის. ვისთვისაც აქტუალურია ეს თემა,
აქ შესაძლოა იყოს ბავშვის თემაც, ხო, რომ აი ბავშვი გეყოლოთ, ან რაღაცას დაგებადოთ ბავშვი, ხო? ეს ყველაფერი, ну, ზოგადად ტრანსფორმაცია, რაღაც საერთოდ ახალ ეტაპზე გადადიხართ. და როგორი ეტაპი იქნება ეს ჯამში ისეთ ზოგადად? სტაბილური, რუტინული ეტაპი, რომელიც დაეხმარება რვიანი ხმლებიდან. დაგეხმარებათ აქ რვიანი ხმლებიდან გამოსვლა, თუმცა აქ არის ამასთან დაკავშირებით შიშები, ხო? მეორე პოზიციამ შეიძლება იშფოთოს, რომ აი ვერანაირად ვერაფერს ვერ ვახერხებ, რაღაცა. აქ რაღაც ისეთია შიშები მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მეორე პოზიციისთვის. კარგი, მაშინ რჩევა აქ მეორე პოზიციას. ნუ გეშინიათ ამ არჩევნის გაკეთება, ხო? ეს მამაკაცს ეხება თუ რაღაცას. აქ მამაკაცს ეხება ზოგისთვის, ნუ შეგეშინდებათ ვიღაც მამაკაცზე უარის თქმა, ხო? ნუ შეგეშინდებათ ვიღაც მამაკაცზე უარის თქმა, ან ისეთი პიროვნების მოკვეთა თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც აღარ ემსახურება თქვენ ცხოვრებას. ზოგადად აქ რაღაცის გაშვება მოუწევს მეორე პოზიციას, რაღაცასთან დამშვიდობება მოუწევს მეორე პოზიციას, რომ შეიძინოს ახალი ახალი რაღაცები, ასე ვიტყვი, რაღაც არ მომაფიქრდა სიტყვა სხვა. კარგი, საინტერესოა. მეორე პოზიცია ტოტალურ განახლებებშია. რჩევა აქ მეორე პოზიციისთვის. რჩევა. Raise your vibration is a mantra that calls me to light up. გაზარდეთ თქვენი ვიბრაციები. ეს იყოსო თქვენთვისო მანტრაო, რომ რაღაც მოიზიდოთ ნათელი რაღაცეები, ხო? გაზარდეთ თქვენი ვიბრაცია. ეს გულისხმობს იმას, რომ დაბალ ვიბრაციებიდან გადავიდეთ მაღალ ვიბრაციებზე. რა გვეხმარება მაშინ? გვეხმარება მედიტაცია, ლოცვა, მაგალითად მოფრთხილება ჩვენს სულიერ მხარეზე, ჩვენს სხეულზე, ხო? ეს ტოქსიკური კვება, არაჯანსაღი კვება, მავნე რაღაცეები, დამოკიდებულებები, ეს ყველაფერი აბინძურებს ჩვენს სხეულს და პლუს ჩვენს ენერგეტიკას და აურას, ხო? ყველანაირი ტოქსინებიდან გასუფთავება, გათავისუფლება, აი ეს ყველაფერი არის აქ. ასე რომ იმუშავეთ თქვენს ვიბრაციაზე, თქვენს ენერგო ველზე, იმედიტირეთ, გავუშვით სამყაროში დადებითი ფლუიდები, რომ მოვიდეს აგრეთვე თქვენთან დადებითი სასიხარულო ფლუიდები და ნუ შეგეშინდებათ სიახლის, იმიტომ რომ გადადიხართ აბსოლუტურ ტრანსფორმაციებში, აბსოლუტურ განახლებებში, რაღაც ახალი რომ მოვიდეს, რაღაც ძველი უნდა გავუშვათ, ასე რომ ეს არ დაგავიწყდეს. წარმატებები მეორე პოზიციას აუცილებლად დატოვეთ კომენტარი, სულ მიხარია ხოლმე თქვენი კომენტარების და უკავშირების წაკითხვა, ვისაც მოეწონა ეს გაშლა დალაიქეთ და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. მადლობა, წარმატებები მეორე პოზიციას. ასევე, ხო, ისიც მინდა რომ თქვა, აქ მეორე პოზიცია თუ ჯერ კიდევ ჩემთანაა, ახლა არის სავსე მთვარეობა, ხო, დაიწყო სავსე მთვარეობა, მისი ეფექტი ზეგავლენის გაგრძელდება ჯამში 3 დღის განმავლობაში და შესაძლოა მეტიც, ხო? და ამიტომ აქ სიახლესთან დაკავშირებით ბუნებრივია, ლოგიკურია, რატომაც არის, ხო? ძალიან ისე კორელირებს ამ სავსე მთვარეობის ენერგეტიკასთან. კარგი. წავიდეთ მესამესთან. ნახოთ, მესამე პოზიცია რას მოგვიყვება. მესამე პოზიციასთან ამ დასტას გამოვიყენებ. აბა დავიწყოთ. მესამე პოზიცია. რა იყო მესამე პოზიციის ცხოვრებაში, რამ ჩაიარა, რა არის ახლა მესამე პოზიციის ცხოვრებაში და რა სავარაუდოდ იქნება. დავიწყოთ. რა იყო მესამე პოზიციის ცხოვრებაში, რა არის ახლა და რა სავარაუდოდ იქნება. დავიწყოთ.
რა იყო? Fate, ბედი. ბედი. ხო, რაღაც ისეთი ბედის, არ მომწონს ასეთი გამონათქვამი, ბედის წერა და რაღაცეები. ცოტა მარჩილურად ჟღერს, მაგრამ მაინც გამოვიყენებ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა რაღაცა ისეთი საბედისწერო მოხდა აქ მესამე პოზიციის ცხოვრებაში, რაღაც საბედისწერო მოვლენები, საბედისწერო სიტუაციები იყო მესამე პოზიციის ცხოვრებაში. ასევე რაღაც ციკლიდან გამოსვლა, რაღაც ციკლის დასრულება, ციკლის გარღვევა, რაღაც ეტაპის საბოლოო წერტილამდე მიყვანა, კარმა. აი ეს ყველაფერი იყო აქ. რა იყო? ხო, რაღაცის დასრულება, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი, King of Swords, ეს არის პიროვნება, თუ ეს რაღაც ისეთ სიტუაცია, პიროვნება. სიტუაცია, მაინც ვფიქრობ, აქ ვიღაცებთან იყო ეს რაღაც ვიღაც უბრალოდ პიროვნება, ხო? ურთიერთობიდან გამოსვლა შესაძლოა ყოფილიყო ეს ურთიერთობის დასრულება და შესაძლოა ასევე, რადგანაც საჯარო გაშლა და რაღაც ერთ ინდივიდზე არ ვაკეთებთ გაშლას და ბევრი ადამიანია, ვიღაცასთან შესაძლოა ეს იყოს რაღაც სიტუაცია, ხო, ყოფილიყო, რაღაც ისეთ სიტუაცია, რაც დასრულეთ. რისგანაც გამოხვედით, ხო? მაინც რა სიტუაცია იყო ეს? მამაკაცი მგონი. არა, ქაშკარად მამაკაცია. ვიღაც მამაკაცთან ურთიერთობის დასრულება ურთიერთ, ხო? დისტანცირება, იზოლირება, დასრულება. ეს იყო აქ საბედისწერო. არა მარტო აქ კიდე სხვა რაღაცეებიც იყო, ბევრი სხვა მოვლენაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მამაკაცის თემა აქ ვიღაცისთვის უფრო ისეთი იყო, კონკრეტული. კარგი, იყო, შვენიერი. ახლა რა არის? სუნამდე, ირგვლივ მყოფები. ახლა აქ სოციუმის, და კონკრეტულად რა, უნდობლობა თუ პირიქით? უნდობლობა. ახლა არის ის, რომ არ არის ნდობა. არ ენდობით ადამიანებს. დებილის პოზიციაშია თვითონ. ხო, თქვენ ხართ აქ ისეთ პოზიციაში, რომ ყველასში უყურებთ ეშმაკს, ხო, ყველაში ხედავთ ტყუილს, ყველაში ხედავთ, всё, ის მე მატყუებს. შესაძლოა აი ამ ეტაპზე მოხდა ისეთი რაღაც, რომ რამაც გამოიწვია შემდგომში, რაც ახლა აისახება თქვენზე, უნდობლობა. გამოგიმუშავდათ რაღაც უნდობლობა ადამიანების მიმართ, ხო? გგონიათ, რომ ყველა მოგატყუებთ, ან ყველა გიღალატებთ, ან ყველა რაღაც არ იქნება ერთგული თქვენთვის, ხო? აი რაღაც ასეთი მომენტი. აქ არავის აღარ ენდობა მესამე პოზიციას. იგი აქ უნდობლობა სამყაროს მიმართ, უნდობლობა სოციუმის მიმართ და ჯერა მესამე პოზიციას მარტო მატერიალურის. აი, ფული და ესეთი მატერიალური კეთილდღეობები არის ისეთი რაღაცა, რასაც შემიძლია დავეყრდნო და მომენტში უსაფრთხოებას განვიცდი ეს ყველაფერი რომ აქ და უსაფრთხოებას რო განვიცდი, ვარ ბედნიერი. ამიტომ ვეყრდნობი ასეთ რაღაცეებს და არა ადამიანებს. ადამიანებს ვერ დაეყრდნობი. აი რაღაცა ასეთი რაღაც როგორ თქვა, ასეთ დებულებაში არის აქ მესამე პოზიცია. გარკვეული მომენტების გამო, ხო, მე არ ვაკრიტიკებ არავის აქ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ყვები თუ რატომაც შეიძლება იყოს აი ეს განვითარება სცენარის. რჩევა აქ ამ ეტაპზე მესამე პოზიციას, ხო? რჩევა აქ მესამე პოზიციას აი ამ ეტაპზე. ვცდილობთ რომ აკონტროლოთ ყველაფერი, ყველა სიახლე, არამედ წადით ამ განახლებებში, სიახლეებში, ახალ ნაცნობობებში, ახალ შემოთავაზებები იქნება ეს თუ ნაცნობობა იქნება თუ რაღაც ახალი სიტუაცია იქნება, ეტაპი იქნება, წადით ამ ყველაფერში. შფოთავთ. გაქვთ რაღაც უნდობლობა, ხო? ენდეთ პირველ რიგში საკუთარ თავს, ენდეთ სამყაროს და ეცადეთ ენდოთ სხვებს. პატარ-პატარა ნაბიჯებით, ხო, არ არის აუცილებელი ეგრევე ყველას ენდოთ, რა თქმა უნდა. ენდეთ პატარა რაღაც დოზირებულად დაიწყეთ ამით, პატარ-პატარა ნაბიჯებით, ენდეთ, იმიტომ რომ კომუნიკაციის მეშვეობით, სოციუმის მეშვეობით ბევრი რამის განვითარება შეგვიძლია ჩვენ საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი. რა იქნება? კომფორტი, მომწონს რაც. ვაიმე, მესამე კარტა ავიღე აქ რაც მედო. მივაყოლე მე მგონი. კარგი. ვნახე. კარგი. რა იქნება, ხო, ამ კომფორტიდან გამომდინარე. ახალი შესაძლებლობები, კომფორტი. ანუ,
ახლა ამ ეტაპზე თუ პოზიტიურად წავა ეს ეტაპი, ხო, თუ პოზიტიურად წაიყვანს ამ ეტაპს მესამე პოზიცია, გადავა, რა თქმა უნდა, აყვავების ფაზაში. აყვავება, კომფორტი, გაზრდა, კმაყოფილება, კეთილდღეობა, ახალი შანსები, ახალი პროექტები, მეტი დარწმუნებულობა საკუთარ თავში, თვითშეფასების აწევა, ეს ყველაფერი იქნება. ბუნებრივია, თუ აი ახლა არის ესეთი გარდამტეხი მომენტი, ასე რომ ვთქვათ, თუ ახლა ამ სიტუაციებს პლუსში წაიყვანს მესამე პოზიცია, რა თქმა უნდა, მომავალთან დაკავშირებით იქნება პლუსური მოვლენები, ხო? კარგი, ეს კომფორტი რაში იქნება აქ? ახალ წამოწყებებში, ახალ პროექტებში, შესაძლოა იყოს ბიზნესი, საკუთარ თავთან დაკავშირებით, განახლება, განვითარება, კომფორტული ზონიდან გამოსვლაც კი შესაძლოა იყოს აქ, ხო? რაღაც ჩვეული კომფორტული ზონიდან გამოსვლაც, რაღაც ახალი იდეები, ახალი შესაძლებლობები. ნუ მაგარი ეტაპია ვიტყოდი. ძალიან მაგარი ეტაპია, არ გამაზოთ. ძალიან მაგარი რაღაცები იქნება. კარგი. რჩევა. ჯამში რჩევა მესამე პოზიციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იგივე რჩევა, რაც მეორე პოზიციასთან ამოვიდა. გაზარდა შენი ვიბრაციები, ხო? დაბალ ვიბრაციებიდან გადავიდეთ მაღალ ვიბრაციებზე. ნუ კიდე ამოვიღებ, იმიტომ რომ იგივე რჩევა ამოვიდა. My high vibes heal the world. ჩემი მაღალი ვაიბები, ჩემი მაღალი ისევ ვიბრაციები ეხმარება სამყაროს, რომ განკურნოს სამყარო, ხო? ანუ რეალურად ჩვენ რა იმპულსებსაც ვუშვებთ სამყაროს მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან რთულ ეპოქაში და დროს ვცხოვრობთ. ხშირია, რომ უფრო მეტად იწევს დაბალი ვიბრაციები, ისეთი, ნეგატიური არა, მაგრამ როგორ ვთქვა, ახლა არ მინდა ნეგატიური პოზიტიური გამოვიყენო სიტყვები და დავყო შავ და თეთრზე. უბრალოდ ხშირია, რომ ისეთი დაბალ ვიბრაციებზე უფრო მეტად იყოს ჩვენი დედამიწა ახლა, რადგანაც ბევრი არც ისე სასიამოვნო მოვლენები ხდება მასზე. ამიტომ სასურველია, რომ ჩვენს მხრიდან ვეცადოთ, რომ დაბალი კი არა, არამედ მაღალი ვიბრაციები გავუშვათ, ხო? როგორ ხდება ეს? მედიტაციების მეშვეობით, ადამიანების მიმართ სიყვარულის გამოხატვის მეშვეობით, ნდობით, სინათლე, განკურნება, საკუთარი თავის ხვეების დახმარება, ეს ყველაფერი ეხმარება სამყაროსაც, ეხმარება ჩვენს, რომ რაღაც უფრო ნათელი შევიტანოთ ამ ყოველდღიურობაში და ჩვენი სამყაროს ვიბრაციებიც უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ეს მეგობრებო, იმიტომ რომ თითო ადამიანმა ეს რო გააკეთოს, ამ რეალობაში აღარ ვიცხოვრებთ რა რეალობაც და რა მოცემულობაც არის დედამიწაზე მთლიანად, ხო? ამიტომ ვიცადოთ, რომ უფრო მეტი სინათლე, სიყვარული გავაგზავნოთ და ასევე ჩვენ თვითონაც დავთესოთ. წარმატებები აქვს ყველას, მესამე პოზიციასაც, თუ მოგეწონათ ეს გაშლა აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ კომენტარი. მომწონს ხოლმე თქვენი უკავშირების წაკითხვა. ხოლო ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, რას ელოდებით? გამოიწერეთ. ასევე Instagram გვერდზე ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს ვდებ ხოლმე, რასაც აქ არ ვდებ, იმიტომ რომ კონტენტი აქ უფრო სხვანაირია და იქ სავარაუდოდ გავაკეთებ ისეთ უფასო გაშლას, ერთ შეკითხვას დასვამს ყველა ჩემი გამომწერი Instagram-ზე და ვეცდები რომ ვუპასუხო, ვცდილობ ხოლმე რომ ყველას ვუპასუხო და თუ გამოიწერთ ჩემ Instagram გვერდს, თქვენს გექნებათ ამის შესაძლებლობა, რომ დაასვათ შეკითხვა და არ გამოტოვოთ. ასე რომ გაითვალისწინეთ. ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალურ ტარო სესიებს, ბედის მატრიცებს, გელოდებით, ჩემი კონტაქტები მითითებულია ამ ვიდეოს ქვემოთ. წარმატებები, სიყვარული, ბედნიერება ყველას.